მე მასწავლებელი ვიყავი, მასწავლებელი. ისტორიებსა ქართულებს ვასწავლი სკოლაში. სასწავლებელი გამგები ვიყავი, 38 წელი ვიმუშავე სკოლაში, ქსნის ხეობაში, ქარჩოხში. და ბავშვებს ვასწავლი სამშობლო სიყვარულს, თის სიყვარულს. ჩვენი მტერი იყო რუსეთი, მაშინაც ეხლა, მაშინაც დაუნდობელი იყო და ეხლა. არც მაშინ დაგვინდო და არც დღეს დაგვინდო და არც მომავალში არ დაგვინდო. რა ვიცი როგორი გონება და რა საფიქრობ, უნდა გამოფხიზდე, უნდა გამოიყვიზონ კაცი. და უნდა შეხედონ ცხოვრებას სწორი თვალით. შენ ისწრაფ არის თავისუფლებისგან, ევროპისგან. ჯობს მონებაში გადადიკაცებული თავისუფლების ზემლაში მკვდარიო. ახალგაზრდებს მიმართავ რომ უყვარდეთ სამშობლო. უყვარდეთ ღმერთი. ვისაც სამშობლო უყვარს, იმისთვის ყოველდღე ბრძოლა და იმისთვის ყველა მტერია, ვინც ჩვენ საფრთხილოს ეწინააღმდეგება. აბა ამას ვინც სახში ხედან და შორიდან უყურებენ, აბა ისინი იბრძვიან. აი ისინი იბრძვიან, ის გამოსულებია და ვისაც სამშობლო და ისინი რო ეყავთ ახლა პატიმრები. როგორ შეიძლება? ვერც არაფერი მოუძებნიათ ხელთ, თირკმელები, წნევა, რა ვიცი, 1000 ჯანდაბა. იქ ვიქნებოდი იმ ახალგაზრდებს. სიმართლის გულისთვის მაინც. მე დევნილი ვარ ახალგორიდან. ჯერ ადრე ოცნება გამირეკებს ხარ 92 წელს 300 სულით ხარ. ეს ფული დაყალბდა და ხო დაყალბდა თაგვარი. მე ეს ომი 2008 წლის მეუღლე დამეყუპა. რაც მეუღლე დამეყუპა იმის შემდეგ აირია ჩემი ცხოვრება და აღარც გონზე ვარ და აღარც საქმეზე დავდგარ ვარ და აღარც გული მაქვს აღარაფერი. რაც აქ ჩამოვედი ვეღარ ვიშოვე სამსახურში. რო უყურებ ეს ცხოვრება, წინ კი არა, უკან მიდის ყოველდღე. წამალი ძვირია, პროდუქტი ძვირია. ყველაფერი. აი ახლა მივიდივარ პენსია უნდა ავიღო. ხო და ფიქრობ როგორ გავანაწილო რომ საჭმელზეც ვიკმარ. ხო და წამალზეც ვიკმარ. კი ხუთნაირი, ექვსნაირი წამალი მინდა. ეს ცხოვრება, ეს მაპატია, ეს არის ძაღლური ცხოვრება. ერთი ეგრე თავი ვერ მომიკვлия. ჯეროდან წამდა მომავლისა და ეხლა წამსა. არა უშარო ეხლა ჩემი არაფერი, მომავალმა იცხოვროს და მომავალი იყო. უნდა ვიფიქროთ კარგზე, მომავალზე. დავემორჩილოთ უფლისნებას, გვიყვარდეს სამშობლო და ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის.